განსხვავებული ამორჩეველი არის, რომელიც ადამიანი, რომელიც იმას ხვდება, რომ ზოგადად რაც უნდა კაი ბელადი ყავდეს აწმყოში, სუს არისკოა. იმიტომ რომ ჯერ ერთი რო გაბრაზდეს ან რამე დაემართოს ზედმეტად ემოციური რო იყოს, კი თან წარმოიდგინე რომ სულ ხო არ იქნება. მე ხო შეიძლება ცუდი ბელადი მოვიდეს და ის ყველა კაი საქმე რომელიც კარგმა ბელადმა მანამდე გააკეთა, ერთი ხელის მოსვლით გააფუჭოს. ამოცანა მდგომარეობს, ჩვენ თუ გვინდა მემკვიდრეობითობა, რომ აი პირობითად ბელადები შემდეგი ბელადი წინა ბელადის ქმედებას არ ანგრევდეს და რაღაცა ვითარდებოდეს, წინ მიდიოდეს სიტუაცია, ამისთვის საჭირო არის რომ შენ კონდეს ისეთი სისტემა, სადაც ბელადები კი არ არის საჭირო და გმირები კი არ არის საჭირო, არამედ სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ იმდენად ცოტა საქმე აქვს ვერტიკალს, ანუ იმდენად ცოტა ფუნქციებია მაგათ ხელში, რომ იქ რომ სხვა შემთხვევაში ცუდი კაცი მოვიდეს, იმან ბევრი საქმე ვერ გააფუჭოს. ხო, ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ სულ ერთი კაცი იქნება, სულ ერთ კაცს მოუნდება მართვა, სულ ერთ კაცს გამოუვა მართვა. ანუ უცბად რომ წარმოიდგინოთ ამ წუთას, რომ ბიზნეს ხელიდან გაუვარდეს ხელისუფლება და აიღო რომელიმე ლიდერმა. ანუ ეს სისტემა რაც ჩვენ გვაქვს ვერტიკალური მიდრეკილია თავისთავად, რომ ერთი კაცის ხელში აღმოჩნდეს ეს ძალაუფლება. ესეა, თუ ამას არ შეცვლი, შენ 5 წელიწადში ყველა ვარიანტში შენს ხელში იქნება სრული ძალაუფლება. ანუ ესე მოხდება, როგორც აი ბიზნესა რომ მოვიდა, ბიზნეს ხელში ხო არ იყო პირობითლიან ძალაუფლება, იქ ვიღაცა რესპები ყავდა, ვიღაც სხვა პარტიები ყავდა, ალასანიას პარტია ყავდა და პრინციპში ზედმეტად ბევრი რო ითქვა იმ როცა მოვიდა მაშინ, გადახდებოდა 1-20 კაცი სადღაც სხვაგან და დაიშლებოდა უმრავლესობა. ანუ მაგრამ შემდეგ პარლამენტში როცა გაწმინდა შემდეგი პარლამენტი ასეთი ტიპის ელემენტებისგან და იქ ვერტიკალი დაამყარა, ქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაწერა კონსტიტუცია და მიიღო კონსტიტუცია, ისე რომ არავის კონსენსუსი არაფერში არ უთხოვია საერთოდ. ამიტომ შენ თუ საბოლოო ჯამში არ გინდა ეს რაღაცა შეცვალო, მე არ ვიცი, რომ გაუვარდეს ბიზნეს ხელიდან გახარია მაიღოს ვაია, ლელო მაიღოს ვუია, ნაცებ მაიღოს კიდე ასეთი რაღაცა ყარამია თავისთავად, უბრალოდ ერთადერთი შეიძლება ბრჭყალებში თავი დაემშვიდო იმითი, რომ ესენი ვერ აიღებენ. მაგრამ ესენი რომ ვერ აიღებენ, ასეთ სიტუაცია როცა არის ქვეყანაში დამდგარი, რომ ერთ არასდროს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის ვინც არის ხელისუფლებაში, კონკურენციას ვერ გრძნობს. და როცა კონკურენციას ვერ გრძნობს, ხარისხი ფუჭდება და ფასი იზრდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა მდგომარეობს, რომ სულ უნდა იყოს იქ კონკურენცია, სულ უნდა იყოს ვიღაცამ სულ უნდა იცოდეს, რომ თუ ცუდად მოიქცევა, ის რაღაცას დაკარგავს, ხელისუფლებას დაკარგავს. თუ ამან თუ მაგალითად ადამიანმა იცის, რომ ხელისუფლებას ვერ დაკარგავს, იმიტომ რომ იქ არავინ არ არის, ვინც შეიძლება ეს ხელისუფლება ჩაიბაროს, ან არ არსებობს იდეა თუ როგორ ხდება ამ ხელისუფლების შემდეგი დეკონცენტრაცია, ნუ ის ხო გამოსწორების გზას არ დაადგება პირიქით, ანუ რაღაცნაირად კიდევ უფრო და უფრო მეტად ჩაიკეტება თავის ნაჭუჭი და არაფერი არ იცვლება. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაც შევცვალოთ, ამისთვის საჭიროა რომ კონკურენცია არსებობდეს, ჩვენი თავრობა არ იქცევოდეს ბიუროკრატებივით. ბიუროკრატია ხო შეცდომას დაუშვებს პირობითად რაღაცაზე, მაგრამ არ კოტარდება შემდეგ წელს ისევ აქ ბიუჯეტიდან ფული და ეს რაღაცა შეცდომა რჩება დაუჟელი. ამიტომ არ არის ეფექტური. აი წარმოგიდგენთ ზუსტად იგივეა მთავრობის შემთხვევაში. მთავრობა რომელიც შეცდომების გამო არ ისჯება, რომელმაც იცის რომ თუ რამეს დააშავოს პრობლემა არ არის, ოპოზიცია მაინც საერთოდ არ არსებობს, რომელიც რამეს ხელში აიღებს, ის ფორმაში არ არის. რაც მე მგონი ქოცებს აი მოსვლის პირველივე დღიდან ჭირდათ, იმიტომ რომ არასდროს არ ქონდათ ფაქტობრივად კონკურენცია, მათი კონკურენტები ნაცები იყვნენ და ნაცების დაბრუნება კიდე ამ ხალხს რო არ უნდა, ეს ხო ფაქტია. ამიტომაც არიან ისინი ამდენი ხანი ხელოვნურად აი ამ პოზიციაზე სადაც არიან.